დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 1 მაისია, პარასკევი, ეთერში ერთსულოვნების დილა, კახამქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველას მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. დღეს პარასკევია, კვირის ბოლო სამუშაო კვირა დღე, თუმცა წინათ მთელი დღე და უნდა ვაღიარე რომ ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი თვე. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის ბოლო თვეა, მაინც ჩემთვის გაზაფხული მაისში უფრო იწყება ხოლმე. ამინც ვერ ვიტყოდი რომ საგაზაფხულოა, მაგრამ მაინც განწყობა საგაზაფხულოა, ვიდრე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ, შევიწყოთ საეკლესიო კალენდარი. 1 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბასილი რატიშვილს, ღირს იოანეს, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფეს, წმინდა მოწამეებს ვიქტორის, ზოტიკეს, ზენონს, აკვინდინეს და სევერიანეს, წმინდა კოზმა ნახევსარებელს, ქალკედონელ ეპისკოპოსს და ღირს ავქსენტის, წმინდა მოწამე იოანე ახალს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გელოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენებას და ახლა ტრადიციულად წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს გადაცემის ანონსი, სტუმრების ვინაობა და თემები, რომელსაც ხილავთ და მოისმენთ. პარასკევს ცხადია იცით, რომ საკვირაო სახარებას განმარტავთ და ვისმენთ ხოლმე თუ რომელი მუხლი, რომელი თავი იკითხება კვირას ღვთისმსახურებაზე და დღეს ცხადია საკვირაო სახარების განსამარტავად მოვიწვიოთ სტუმარი, კერძოდ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე. გადაცემის მეორე ნაწილში შევისაუბრებთ დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც ეძღვნება დიდ ქართველ კომპოზიტორსა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს იოსებ კეჭამაძეს. ფილმის ტელეპრემიერა ჩვენს ეთერში შედგება ხვალ 21 საათსა და 5 წუთზე. უფრო მეც კი ფილმის შესახებ სტუმრები მოგვიყვებიან, შემოგვიერთდებიან რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი და მუსიკათმცოდნე ისტორიკოსი მანენა ახმეტელი. ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია მოგვითხრობდა მისი უწმინდესობის იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მას მიუძღვის უძველესი ქართული ნაქარგობის აღდგენისა და განვითარების საქმეში. გადაცემის დათმის ნაწილში ჩვენ ამ თემაზე ნახავთ სიუჟეტს. ახლა ამინდის პროგნოზი მოვისმენთ და გიბრუნდებით მოძღვართან ერთად.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დიდუბეში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე. დილამშვიდობის მამა გიორგი. მადლობა სტუმრობისთვის და სახარებაზე უნდა ვისაუბროთ, კერძოდ იმ თავზე, იმ მუხლებზე, რომელიც კვირას ღვთისმსახურებაზე იქნება წაკითხული ყველა მოქმედ ტაძარში, ყველა ღვთისმსახურებაზე და პირველ რიგში რომ ვითხრათ, რომელი მახარებლებისგან საკითხავი, რომელი სახარებაა და შემდგომ მოვისმინოთ შინაარსი და განმარტება. ახლა წინამდებარე კვირას იკითხება ივანეს სახარებიდან ამონარიდი, ეს არის ივანეს მეხუთე თავის პირველი 15 მუხლები. კონკრეტულად მას განღვეულის კვირა ეწოდება ამ სახარებიდან გამომდინარე. მოგახსენებათ, რომ წლის, საეკლესიო კალენდრის ყოველი კვირის საკითხავია დალაგებული, ესე ყოველი დღის საკითხავი ისე იკითხება სახარებები და ახალი აღთქმის საკითხავი, რომ წლის განმავლობაში მთლიანი ახალი აღთქმა საკითხული იქნეს. ფაქტობრივად თითქმის მთლიანი ახალი აღთქმა. თუკი ყოველდღიური მსახურებები ჩატარდება, ისე როგორც განწესებულია. გამოკვერჩეული აქედან საკვირაო მსახურებები. საკვირაო მსახურებების რიგიც ეს არის, რომ აღდგომიდან მეოთხე კვირა ეწოდება ამას, მენელცეცხლე დედათა კვირის შემდგომი კვირა, როდესაც ეს სასწაულია მოხსენებული ქრისტეს მიერ აღსრულებული, რომელიც განკურნავს განღვეულს ველს ქართულში, ანუ ახალ ქართულად დავრდომილს, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია, ესეთი დაავადება სჭირს. პარალელი არის საქმე მოციქულთასთან, რადგან ზოგადად ჩვენ თუ დავაკვირდებით, ყოველ საკითხავზე, კვირის საკითხავი როცა იკითხება, სამოციქულო ყოველთვის ეთანადება ხოლმე თანხმობაში არის ხოლმე სახარებასთან თითქოს ერთ შინაარსს გადმოგცემს. სამოციქულოშიც ორი სიტყვით ვახსენოთ რა არის აღწერილი სახარების წინ იკითხება სამოციქულო. ეს ყველაზე ორი უმთავრესი სახარება, უმთავრესი საკითხავია, რადგან სახარება სიმბოლურად განასახიერებს წირვის დროს თავად უშუალოდ ქრისტეს ქადაგებას. როცა ჩვენ დგავართ წირვაზე და ვისმენთ სახარებას, ადამიანმა უნდა მიიჩნიოს ეს, რომ ქრისტეს სიტყვას ისმენს, ანუ ღვთის სიტყვას ისმენს სახარებას. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღებით ყოფნა. ფაქტობრივად ეს იგივეა, რომ შენ წინაშე ქრისტეს წინაშე იდგე და ისმენდე მის სიტყვას, ეს სწავლება. სამოციქულოში გადმოცემული არის ასევე ესე იგი ენიას განკურნება, რომელიც ასევე ავათი იყო და იწვა. მივიდა მასთან პეტრე მოციქულესაც მეცხრე თავი არის სხვათა შორის სამოციქულოშიც და ეს არის პეტრე მოციქულის აი უკვე იმ მოღვაწეობის დასაწყისი, როდესაც ის წარმართებში უნდა გავიდეს. და ამის შემდეგ კორნელიუსის ანუ წარმართი დიდებული უნდა მოაქციოს და მონათლოს. აი მანამდე მოციქულებს ამის გააზრება უჭირდათ. ამის შესახებ უთანხმოებაც იყო, აი წარმართები უნდა მომნათლოთ თუ არა, ჯერ იწყება პალესტინაში, ისრაელში, იერუსალიმში ქადაგება და ამას ცდება შემდეგ და მიდის მთელ წარმართერებში ქადაგება. აი ამის წინარე მოვლენებია, რომ უკვე წარმართებს განკურნავს, მოაქციოს ენიას. ეს მოვლენა ხდება ქალაქ ლუდაში, მაშინ და მცირე აზიის ტერიტორიაზე. და ამის შემდეგ არის მოთხრობილი უკვე, როდესაც მას განკურნავს, აქ მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ როგორც წმინდა იოანე ქრობილი მეუთითებს, განკურნავს არა თავისი ძალით, არა მოციქულები მოღვაწეობენ, ქრისტე განკურნავს მათი მეშვეობით. აი ყოველთვის კაფიოთ ჩანს, რომ იწყებს ლოცვას მოციქული, ანუ ღმერთს მიმართავს, რომ ღმერთმა განკურნოს ის. ქრისტეს შემთხვევაში თავად არის ამ ხელმწიფების მქონე და თავად განკურნავს ხოლმე, რასაც ახლა შემდგომში ჩვენ მოვისმენთ და მოგვითხრობთ. აი ამის შემდეგ ხდება უკვე ტაბითას განკურნება, ეს ქალბატონი ტაბითა არის, რომელიც გარდაცვლილი გახდა პეტრე მოციქულს და დასტირიან მას მისი ესე ქვრივი ქალები, რომელთაც უკერავდა ის ჩანს მისი ღვაწლი, ამ ქვეყნიური ღვაწლი, როგორც დიდ სიკეთეებს ჩადიოდა, რომ ნახეთ რომ ძვირფასი შესამოსელი შეგვიმოსა ქვრივ ქალებს მოსავდა. ქართულად ტაბითა ქურციქს ნიშნავს. ამასაც თავის სიმბოლური დატვირთვა, როგორც მე შემდეგში განმარტავენ ხოლმე, როგორც სილამაზის და ესე სიფხიზლის ნიშანი, სულიერი სიფხიზლის ნიშანი. და ეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ ტაბითა კუმია, როგორც მაცხოვარი განკურნავს, ანუ აღდეგ. და ქართულად ამას ნიშნავს და აღადგენს მას. აი მაცხოვარია სახარებაში ნახსენებია, რომ მოციქულები უმეტეს სასწაულებს იქმნებდა, ვიდრე სახარებაში გადმოცემული და ეს აშკარად ჩანს საქმე მოციქულთაში. მოციქულები ქრისტეს ძალით, ანუ სულიწმინდის მადლით, უფრო მეტი სასწაულები აღწევენ, მაგალითად პეტრე მოციქული რომ მიდიოდა, როდეს საქმე მოციქულთაშია გადმოცემული. მისი ჩრდილიც კი კურნებდა დავრდომილებს და ავადმყოფ ადამიანებს. იმდენად მრავალი სასწაული ხდებოდა, ეს იყო ამის მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ მრავალი მოქცეულიყო ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და ეკლესიაში. აი მასე ამ სამოციქულოს ეხმიანება სახარებას, იქაც განღვეულის განკურნება მოთხრობილი. ამ შემთხვევაში მოქმედება იერუსალიმში ხდება და თავიდან ესე არის, ესე იწყება სახარება, რომ აღვიდოდა მაცხოვარი ქრისტე იერუსალიმად. იერუსალიმი დღევანდელი მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია, საკმაოდ განსხვავებულია მაშინდელი იერუსალიმისგან, მაგრამ დაახლოებით 4 მთაზე გაშენებული ქალაქი იყო, ხო? ანუ აღსვლა პირდაპირად შეიძლება გაეგო ადამიანს რომ აღვიდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამარტებელები მეუთითებენ, რომ ზოგადად ამ სიტყვას იყენებდნენ ხოლმე მაშინ აღვალი იერუსალიმად, მისი სულიერი მნიშვნელობიდან გამომდინარე. დღესასწაულზე ადიოდა ქრისტე. აქ ჩანს, რომ ქრისტე ძველი აღთქმის ყველა ეკლესიის ყველა სჯულის აღმასრულებელია და ასე რომ დამწესებელი თავად ქრისტე არის.
როგორც გამარტებელთან უმრავლესობა მიუთითებს, დღესასწაულიზე არასდროს სხვადასხვაობა არის. ეს უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს იყო პასექის დღესასწაული. და ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ მიუთითებს, ეს არის ირინეუს ლიონელი, ეს მეორე საუკუნეში უძველესი მოღვაწე აპოლოგეტი მამა, რომელიც ამბობს, რამდენი ხანი მოღვაწეა ქრისტემ, აი მოღვაწეობის დაწყების შემდეგ, ვიდრე ჯვარცმამდე და ამ პასექს მიათვლის მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ პირველ პასექად და ერთ-ერთ პასექი ესეც ყავს შეყვანილი. აქედან გამომდინარე ის ამბობს, რომ აი დანიელის წინასწარმეტყველება პირდაპირ აღსრულდა, რადგან დანიელ წინასწარმეტყველს მისი მოღვაწეობის ხანა ჰქონდა, ესე იგი ნაწინასწარმეტყველები, დაახლოებით 3 წელიწად ნახევარი, 3 წელზე მეტი. ფაქტიურად 3 პასექი და მეოთხე პასექიც არის იქ ნახსენები ჯვარცმის დროს. აქედან გამომდინარე ეს ხდება სავარაუდოდ მნიშვნელოვანი პასექის დღესასწაული. ხა ორი სიტყვა პასექის შესახებაც ვთქვათ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასექი, რაც წარმოადგენდა ძველ აღთქმაში ეს იყო ძველ ესე იგი ებრაულად ნიშნავდა პასეხან გვერდისავლას, გადარჩენას, რაც ისტორიულად ასე მოხდა ეგვიპტიდან, როდესაც გამოყავდა მოსეს ისრაელის ერი, იმ სასჯელმა, რომელიც ეგვიპტელთათვის იყო განკუთვნილი, გვერდი აუარა, ესე იგი ისრაელის ხალხს და ამიტომ ფიზიკურად გადარჩნენ ისინი სიკვდილს და მათი პირმშოები. მაგრამ ეს იყო წინასახე იმისა, რომ ქრისტეს უნდა ჩვენ ყველთელი კაცობრიობა გადავერჩინოთ სულიერ სიკვდილს მისი ჯვარცმიდან გამომდინარე. ამიტომ მაგალითად ახალ აღთქმაში მათე მახარებლის სახარებაში პასექის ადგილას წერია პასკა, ეს ბერძნული ტერმინია, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან ახლოს დგას პასეხთან. პასკა ნიშნავს ვივნების, ანუ ტანჯვას და ამიტომ დაკავშირებული ის პასეხი იყო ძველი აღთქმის რეალური მოვლენა გვერდისავლა, მაგრამ ეს პირდაპირ წინასწარმეტყველება იყო ქრისტეს უნებასთან, ამიტომ მოციქულმა პასკა ჩაწერა, რომ ეს პასექი აღსრულდა პასკაში ჯვარცმაზე. ჯვარცმის დროს და ჭეშმარიტი გამოხსნა მოხდა უკვე ქრისტეს სისხლით, ჩვენ ყველანი გამოვიხსენით. აი ამას მოიგონებდნენ ხა ებრაელებისთვის ეს იყო მესია უნდა მოსულიყო და გამოვიხსენით, ამიტომ პასექის სუფრაც ესეთი იყო, რომ 4 სასმესი, 4 თასი ისმებოდა. კრავი როგორც წინასახე მაცხოვრისა უნდა შემწვარიყო თავიდან ბოლომდე და არ უნდა შემოსულიყო მისი ძვალი, როგორც ქრისტეს ძვალი არ შეიმოსულა ჯვარზე. და სხვადასხვა ლოცვებს ამბობდნენ თითოეული სასმისის დროს, იკითხებოდა ფსალმუნები და ხშირად ითქმებოდა, რომ მესიას ესეთი სიტყვები მოველით მესიას და ასე შემდეგ. ანუ შინაარს გადმოცემდა ამ დღესასწაულის. აი ეს დღესასწაული, როდესაც ადის და იონე ოქროპირი მიუთითებს, რატომ ადის გარდა ამისა ამ დღესასწაულზე მაცხოვარი, რომ ის ერთის ხრის ჯულს აღასრულებს, მეორე ხრის ამ დროს ერი მრავალი უზაკველი იყო იქ, ესე იგი მრავალი მორწმუნე ადამიანი ადის ამ დროს იერუსალიმში და ბევრი შეიძლება მოექცეს, ბევრმა იხილოს ქრისტე, ამიტომ ეს მიზანმიმართულად ამიტომაც ხდება ესეთი სასწაული. მაგრამ ერთი ადამიანის განკურნება ამ შემთხვევაში მოთხრობილი, რომელიც ცხოვართა საბანელთან იდგა, როგორც გადმოგცემს სახარება, ეს ცხოვართა საბანელი, როგორც შემდეგში განმარტებლები მიუთითებენ, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არის. რამდენიმე ესეთი საბანელი და მიუთითებენ, რომ ერთ-ერთი ეს უნდა ყოფილიყო საკმაოდ დიდი, დაახლოებით 100 მეტრზე გრძელი აუზი იყო, რომელიც წელიწადში ერთხელ აი ასე კონკრეტულ დროს აღამღრევდა ამას, როგორც მოციქული მახარებელი გადმოგცემს ანგელოზი. ამასთან დაკავშირებით და ამ ამღრევის დროს, იმ დროს ვინც პირველი ჩადიოდა, მაშინ განიკურნებოდა ნებისმიერი დაავადებისაგან. როგორც ზოგიერთი უფრო მოგვიანო პერიოდის კომენტატორი ამბობს, რომ შესაძლებელი არის, რომ ამ წყალს ქონდაო რაღაცა მაკურნებელი თვისებებიო, მაგრამ ესე რო ყოფილიყო, აი იონე ოქროპირი ამბობს, მაშინ ის მთელი წლის განმავლობაში განკურნავდა ადამიანს და ყველას განკურნავდა, ვინც ჩავიდოდა და აქ სასწაული ხდება. ეს სასწაული წინასახია იმისა, რომ ქრისტემ მერე ყველა უნდა განკურნოს სულიერად და ამავე დროს თვითონ წყალი წინასახი არის ნათლისღებით. ნათლისღების წინასახი არის. ფაქტია, რომ წმინდა იონე ოქროპირი პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ეს წყლის ამღრევა ხდებოდა უშუალოდ ანგელოზისაგან ეს სასწაული იყო. ანგელოზების ესე იგი მოქმედება ადამიანთა საკურნებლათან სასწაულებში ძალიან ხშირად არის ბიბლიაში გადმოცემული და ეს ჭეშმარიტება არის, რომ ამ დროს ანგელოზი აღამღრევდა წყალს და მათაც ესე სწამდათ, რომ ანგელოზი ეკეთებდა ამას. თვითონ კირილე იერუსალიმის განმარტებაა საინტერესო ზოგადად ნათლისღებაზე და წინასახეზე, რომ ეს წინასახი არის ნათლისღების. აი თუ კი ეს წყალი ფიზიკურად კურნავდა ადამიანს, ნათლისღების წყალი სულიერ ცოდვებს ჩამოგრეცხდა და ახლიდან იბადება ადამიანი. ამიტომ ნათლისღების წყალი აღმატებულია. გარდა ამისა ამბობს, რომ აი ძველ აღთქმაში ხშირად იყო, როგორც ეს წყალია მოხსენებული, რომ ეს კურნავდა. აი როგორც გამბანის საშუალება წყალი ძველ აღთქმაში ძალიან ხშირად არის ნახსენები. არა მარტო ისრაელში და ჭეშმარიტ ჯულებისაც ქონდა, არამედ წარმართებში, ეგვიპტელებში და სხვაში. ანუ როგორც ცოდების ჩამორეცხვის, ფიზიკური გამბანის, და ამიტომ ნათლისღების წესიც ასე ამიტომ დაწესდა, რომ ძველ აღთქმაშიც იყოს, წარმართებშიც იყოს, რომ წყლით განწმენდა ხდებოდა, რიტუალებშიც იყენებდა ხოლმე წყალს, მაგრამ ამით ჭეშმარიტი შინაარსი შეიძლება და მადლით უკვე ადამიანი რწმენით, როცა ინათლება, თავიდან იბადება ქრისტეში, ყველა ცოდვა მიეტევება აი ამ ქრისტეს ჯვარცმის შედეგად. და როდესაც მიდის იქ მაცხოვარი ეუბნება, გინდა განიკურნო. ეს კითხვა ძალიან
აი დღეს რომ მაგალითად წარმოიდგინეთ 38 წელი როგორც გადმოგცემს ამას מחარებელი იმყოფებოდა ესეთ მდგომარეობაში ეს ადამიანი იტანჯებოდა 38 წელი ელის რომ ჩავიდეს ამ წყალში და ამ დროს ეკითხება მას ქრისტე რომ გინდა განიკურნო შეიძლება წარმოიდგინეთ ამ ადამიანის თავდაბლობაც ჩანს ესე იგი სასოებაც ჩანს აი პიროვნული თვისებები ჩანს სხვა ადამიანისთვის რო გეკითხა შეიძლება გაბრაზებული ყაბარისთვის ეუბნება კი მსურს რომ განიკურნო მაგრამ არ მყავს ესე გულწრფელად პასუხობს აი იმიტომ რომ იოანე ქროპირის სიტყვები რომ უზაკველ ადამიანებს ეძებდა ქრისტე რომ აი ეს უმზაკველობა ანუ ეს სიწრფელე გულის ეს სიალალე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანში რომ ადვილად იღებს სარწმუნოებას და მე უფრო დიდი სიმაღლეებზე ადის მაგრამ არ მყავს კაცი ვინც დამეხმარება და ჩამეყვანს ამ აუზში და ქრისტე ეუბნება პირდაპირ რომ აღდეგ ჯერ პირველად ამ სიტყვას ეუბნება აღიღე ცხედარი შენი ცხედარი ნიშნავს შემდეგს რომ ცხედარზე ესე იგი საწოლე მისი რაზეც იწვა და მას არ შეეძლო გადაადგილება და ვიდოდ ეს ცხადი გამოხატულება იყო რომ ყოფ ხალხს იქ ძალიან ბევრი ხალხია დღესასწაულია ბუნებრივია ალბათ ასობით და ათასობით ადამიანი ხედავს ამას რომ ცხედრის აღება ჯერ ერთი ადგომა არ შეეძლო მას და მე ის საწოლიც რო აიღო და ესე იგი სრულიად გამოჯანმრთელდა და აი ამის შემდეგ მას განერიდება მაცხოვარი და ხდება ესეთი ამგვარი რამ რომ მას ფარისევლები ესე იგი საკრებულოს წევრები ეკითხებიან რომ ვინ განკურნა შენ ეძებენ ქრისტეს აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი ისინი შურით აღივსებიან ქრისტეს მიმართ და ხედავენ განკურნებულ ადამიანს და ხედავენ რომ შაბათს განკურნა შენ და ეს დარღვევა არის ეუბნებიან მას ესე იგი ხედავენ რომ ჯული დაირღვა ანუ გარეგნული წესი დაირღვა მაგრამ ადამიანი რო განკურნებული ამაზე ყურადღებას აღარ ამახვილებენ აი ეს ამას იწევს ეს არის შედეგი როდესაც საეკლესიო წესებს რიტუალს ჩვენ მხოლოდ გარეგნულად დავიწყებთ ამის ხედავს და აღსრულებას. აი რაც ჭირდა ძველი აღთქმის ამ შემთხვევაში ფარისევლებს. რომ ხედავდნენ რომ შაბათი ან რაღაცა ჯულის წესი დაირღვა, ეს შაბათის დაცვაც მათ ფაქტობრივად გაუკმართებული ქონდათ და ეს უფრო გვიან და გვიან პერიოდში უფრო და უფრო გაუკმართა. ესე იგი ფარისეველთემ რაც უკვე ეს რელიგიური პარტიები ჩამოყალიბდა განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვით მე-4 მე-3 საუკუნიდან კიდევ რაღაც ახალი წესები შეიძინა. ერთადერთი რაც მე შეამსუბუქეს აი ძველ აღთქმის პერიოდში, როდესაც მაკაბელთა პერიოდში ერთ-ერთი ომის დროს რადგან შაბათი იყო იარაღი არ აიღეს ხელში რომ თავი დაეცვათ და მრავალი ადამიანი დაიხოცა ამის გამო ომში და ეს წესი შეცვალეს მე რომ თუ კი მტერი დაგვესხმება თავს იარაღები მაგრამ შაბათს იცავდნენ სრული უქმობას გარკვეულ ნაბიჯების დათვლილი ყურ ამაზე მეტის გადადგმა არ შეიძლება და სხვადასხვა ესე იგი გარეგნულ წესებს აქცევდნენ ყურადღებას და მისი შინაარსი იმდენად გამოცარიელებული იყო რომ ადამიანი განიკურნა ხელასასწაული მოხდა რომ უნდა გაგხარებოდა და ამ დროს ამბობ რომ შაბათი დაირღვა. ეს შეიძლება ჩვენს დაგვემართოს, როცა რელიგიას და ქრისტიანულ წესებს უყურებთ მხოლოდ გარეგნული სახით და მის შინაარსს არ ვიშინაარსებთ, ასე ვთქვათ. ეს ცხადად აღიარებს ადამიანს ამის გულწრფელობაც აქაც ჩანს. და შემდეგში უკვე ეს სახარება აქ მთავრდება მე-15 მუხლით, მე-16 მე-17 მუხლებში ქრისტე უკვე გაუმხელს აი ეს შემდეგ წინ რომ გაუსწროთ მოვლენებს იქ მყოფ საზოგადოებას რომ მე რასაც მამა იქს მეც იმას ვთქვი მის სახთო ბუნებას რომ ის მეორე პიროვნება სამების პირდაპირ ცხადად წარმოარჩენს ამ შემთხვევაში. აქ საგულისხმოა და საინტერესო ერთი რამ იოანე ქროპირი ეს ეფრემ ცირის თარგმანში ეს იოანე ქროპირის კომენტარები რო განმარტება ახალი აღთქმის ხშირად არის ხოლმე მის თითოეულ მაგალითად ერთი თავის განმარტება, ერთი სახარების და ხშირად ერთვის ხოლმე თვითონ იოანე ქროპირის ქადაგება რაიმე საკითხის, აი შურისათვის, ვერცხლის მოყარეობის სხვადასხვა ნებებზე და სათნოებებზე და ასე შემდეგ. აი აქ ამ სახარების განმარტებას ერთვის იოანე ქროპირის ქადაგება შურისათვის და ის ამბობს რომ შური ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა, იმდენად ძიმე ცოდვა რომ კაენმა მაგალითად შურის გამო მოკლა აბელი, ესე იგი მის ცოდვა დაამატა ერთის მხრივ შეშურდა ძმის რომ მისი მსხვერპლი შეიწირა უფალ მათგან ის მან აბელმა მისი გულით საუკეთესო გამოარჩია უფლისათვის და ამაზე კი არ დაფიქრდა, არამედ შეშურდა და ამის კვლელობა და ქრისტეს კვლელობას უკავშირებს შემდეგში ქრისტეს კვლელობაც ფარისევლთა მხრიდან ან შურმა დაუბრმა მათ თვალები, რომ ხედავდნენ ყოველივე აღსრულდა, რაც ნაწინასწარმეტყველები იყვნენ, თან ისინი ჯულის ცოდნენ, ჯულის მეცნიერები იყვნენ, ამას ხედავენ და მიუხედავად ამისა მათი მოქმედება შური და ამ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს მას. ამავე დროს ამბობს ისეთ კითხვებზე, ანუ რაღაც გარკვეული კითხვები აქვს მას მის ქადაგებაში, რაც ხშირად დღესაც ისმება. აი წარმოიდგინეთ მე-4 საუკუნეშიც იგივე კითხვები ისმება და დღესაც აი მაგალითად რატომ იტანჯებოდა ეს ადამიანი 38 წლის განმავლობაში. ფაქტი ერთი რამ რომ წეგან გამოვჩა მეთქო რომ მაცხოვარი ბოლოს ეუბნება ამ ადამიანს რომ წადი და ნუღარას ცოდავ. ესე იგი ამ შემთხვევაში განღვავის შემთხვევაში იგი ცოდების გამო იყო ასეთ ძიმე მდგომარეობაში და მე იოანე ქროპირი ამბობს რომ ყოველთვის ესე არ ხდება შეიძლება ადამიანი ყოველთვის ცოდების გამო არ იტანჯება ხანდახან ღვაწლი პირად მაგრამ ამ შემთხვევაში იოანე ქროპირი ამბობს რომ ბევრი სვამს ასეთ კითხვას რომ ცოდვა შეიძლება ერთხელ ჩაიდინოს ადამიანმა და რატო ამდენი ხანი იტანჯება და სხვადასხვა დღესაც იგივე კითხვები ისმება. მაგრამ იოანე ქროპირი ამას ძალიან სიღრმისეულად განმარტავს. აი მაგალითად ჩვენ მოგეცა შვება 64 შეუდგომარობაში ანუ ადამიანს
და ეს ცოდვა ჩავიდინეთ. შემდეგ მოგეცა რომ კურთხევა რომ უფლით ჩვენი მოგვეპოვებონა პური, მაგრამ მაინც ცოდვებს ჩავდივართ. მე უფალმა დაუშვა ჩვენზე გარკვეული განსასწრებელი, რაც ხანდახან გვაკავებს ცოდვისაგან. აი არავინ არ იცის ეს ადამიანი ამდენი წლის განმავლობაში ჯერ ერთი სასწაული აღსრულდა და ეს სასწაულის სიდიადე გამოჩნდა, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა, მაგრამ მეორე ხშირად ესე განიმარტება ხოლმე, რომ აი რაღაცა განსასწრებით ადამიანი, თუნდაც ფიზიკური სნეულებით და სხვა, უფალი მას იცავს მძიმე ცოდვა, ან სულიერი წარწმედისაგან, რადგან ღმერთი ადამიანს უყურებს აი მარადიული სეული ჭრილში, რომ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ ჭრილში უყურებთ ადამიანს და ადამიანი, როგორც დავით მეფსალმონელი წერს, უკეთ უძლიერებას შეინა 80 წელს ცხოვრობს, ხო? ახლა ზოგი მეტიც ცხოვრობს ყველა ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ ძირითადად ესე არის, ხო? საშუალო ასაკი, ასე ვთქვათ, ავიღოთ. და ჩვენ ამ ჭრილში უყურებთ, ხო, ღმერთი მარადილობიდან, ჩვენ ღმერთმა იცის, რომ ჩვენ მომავალშიც უნდა ღმერთითაც უნდა აღუდგეთ, სასუფეველიც უნდა დავიმკვიდროთ, ამიტომ ხანდახან უშვებს გარკვეულ განსასწრებელს ადამიანს, რითაც ცოდვებისგან თავშეკავება ხდება მისი ამ განსასწრებების გამო და იონე ქროპირი ამბობს, ჩვენი სისუსტის გამო ეს ნელა უფრო მეტად ახლა აღსანიშნავია ისიც, რომ ნათლობით ჩვენ ჩამგვერიცხება ჩვენი ცოდვები, მაგრამ შემდგომ აღარ გავაგრძელოთ, თქვათ იგივე ცოდვაში ყოფნა. დიახ, ეს რა თქმა უნდა, ეს ამას უნდა ეცადოს ადამიანი მაქსიმალურად, მაგრამ აი იმდენად მოწყალია ქრისტეს ეკლესია, რადგან ბუნება მისი თავი იესო ქრისტე არის, რომ დაგვიდგინა, როგორც მამები უწოდებენ მეორე ნათლისღებას ეს სინანულის საიდუმლო. ანუ ადამიანი თუ კი ჩავარდება ცოდვაში, მას აქვს კიდევ საშუალება სინანულის და რამდენჯერაც გულწრფელად მოინადებს, იმდენჯერ აქვს მას მოწება ცოდვათან ესეთი დიდი მოწყალება არის. დიახ, მამა გიორგი ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი აქვს, რომ ესე იგი ორი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია, თუმცა სახარებაში ყველა მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება ხანდახან ცოდვის გამო ხდებოდეს ჩვენი სნეულება, ჩვენი რაღაც განსასწრელი, ან არ ვიცით რატო ხდება და ღმერთი ყოვლის ცოდნია. აი ამ ადამიანის ეს მოთმენა და იგივე ის ფაქტი, რომ კი არ ღიზიანდებოდა, კი არ პასუხობს, რომ რას მიკითხები, რა თქმა უნდა, მინდა და კიდე არავინ მყავს და ერთ გავერთიანებ კითხვას, სხვა შემთხვევაში ხდება, როცა მოცხოვარი ეკითხება. ჯერა გინდა გწამს ღმერთია, რატომ ფიქრებით იცის და იცის რომ უნდა. რატო ხდება ეს? რატომ ეკითხება? რატომ არის აუცილებელი პასუხი აი იმისთვისაც ეკითხება და თვითონ განკურნოს, იმიტომ რომ ის ყოვლის შემდგ ღმერთია და ყოვლისწოდნე ღმერთია. დიახ. ორი შემთხვევაში ჩვენ თვითონ თავად იმ ადამიანს ზრდის სულიერ განწყობას უქმნის რომ გაიაზროს რა ხდება ერთის მხრივ ეს რომ და მისი ნება იყოს და სურვილი დიახ, მისი ნება იყოს. ამ მეორე მიზეზიც არის ხოლმე ხშირად დასახელებული სხვა შემთხვევებშიც რომ იქ გარეშე მყოფებისთვის გახდეს გასაგები რა ხდება რომ ეს ამ ადამიანში რა მდგომარეობა და მესამე ჩვენთვის სწავლებად რჩება ეს რომ სახარებაში აღწერილი ყოველი ჩვენთვის არის მაგალითი. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე ერთი მისინების გამოხატულება როგორც თქვენ ბრძანეთ, მეორე ზრდის, მასაი მაგალითად სამარიტელთა დედაკაცთან საუბარი რო არის. თავიდან ჯერ წყალზე ელაპარაკება და ბოლოს ჭეშმარიტ სარწმუნოება მიიღო. იწყებს იქიდან, სადაც ადამიანის გონება არის, საუბარი, დიალოგში შედის მათ სხვა. ეს არის ქადაგების ერთ-ერთი ფორმა და საერთოდ ზოგადად ჰომილეტიკა, რიტორიკას ეს ერთ-ერთი მეცნიერება, რომელსაც სამოძრო სასწავლებლებში ისწავლება, რომ როგორ უნდა აეწყოს ქადაგება, როგორ უნდა იყოს საუბარი ადამიანთან. საფუძველს იღებს ხოლმე ყოველთვის ჩვენ ასეთ სახელმძღვანელოებში საფუძველი ქრისტეს ქადაგებები ყოველთვის ანუ ქრისტე ელაპარაკებოდა იმენაზე ყველას რაინაც მათ ესმოდათ და მე თუ მოყვებოდნენ საუბარში ხოლმე უფრო და უფრო მაღლა აყავდა მათი სულიერი და გონებრივი მდგომარეობა აი ხშირად ამიტომ ხდება ხოლმე დიალოგი ერთი მნიშვნელოვანი დეტალია კიდევ აი ივანე ქროპირი ამავე ქადაგებაში მიუთითებს რომ ხანდახან იმასაც სვამენ რომ აი ცოდვა შეიძლება რაღაცა წუთიერი იყოს და 8 წელი ძალიან რთულია და ცოდვას დიდი ტანჯვა მოყვება ხოლმე რაღაცა იმის გამოსასყიდად თითქოს ესეც კითხვებიც ისმება ხოლმე ხშირად ეს მარტო გამოსასყიდად არ არის ხოლო 8 წელი რთულია და ველოდებით აი მომავალ სასუფეველო ცხოვრებას და ეს ყველას უჭირს და რატომ არის ესე ხშირად სვამს კითხვას და ანუ ხშირად ისმება ამგვარი კითხვებია და შემდეგ ამავე საუბარში რატომღაც შემოყავს ესეთ ის რომ აი ქალწულებაზე იწყებს საუბარს რომ ქალწულებრივი 8 წელი დიდი 8 წელი არის საკმაოდ რთული არისო მაგრამ არ ეგონოს ვინმესო რომ მაგალითად მათ სახარებაში მაცხოვრებ ბრძანებს რომელმან გამოისაჭურესოს და ვერ მონაზრობაზე მიუთითებს ანუ რომელიც ქალწულებრივად იცხოვრებს მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის ტვირთვა თავად ამბობს ხომ მე მოციქული პავლეც ამას ფაქტობრივად განმარტავს და ვისაც არ შეუძლია უბრალოდ დააქორწინდეს და სხვა და სხვა მაგრამ აქ და იონე ქროპირი ამბობს რომ თუ კი ადამიანი მაგალითად აი რაც ყოვლად სისაძაგლი არის ესე იგი და დღეს რო გავრცელებული ეს პროპაგანდა თუ კი ადამიანი დაემსგავსებაო საწინააღმდეგო სქესო და მას უბრალოდ შინაგანი ეს განწყობა რა სურვილი არ აქვს და ამის გამო ის 8 წლად ჩათვლის ამას ეს 8 წელი არ იქნება რა თქმა უნდა 8 წელი ისე როდესაც ამას ეს გადის დიდ ტკივილზე დათმენაზე და ასე შემდეგ ანუ ამავე დროს არის მეორე როდესაც ადამიანს ბუნებრივად ესეთი მდგომარეობა აქვს არც ეს არ არის 8 წელი ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა და ამ შემთხვევაში 8 წელი იქნება თუ იქ ამას კიდევ სხვა 8 წელს დაართავს როცა ადამიანს
მიდრეკილება აქვს ცოდვითი ნებისმიერ ეს იონე კრუპი ამ შემთხვევაში ამ ცოდვაზე ამახვილებს ყურადღებას ნებისმიერ ცოდვაზე და აი ამ ცოდვას ებრძვის და ბოლოს აღმოფხრის აი ეს არის ღვაწლი და მისი შედეგი და გვირგვინდა თუ არა გაქვს ეს ფაქტობრივად ღვაწლი არ არის ეს ესეთ დაგაჯილდოვა ბუნება რომ შენ ესეთი ხარ და აქაც ხდება თქვენ აღნიშნეთ და სხვაგანაც არის ამდენიმე ადგილას როცა მაცხოვარი განკურნავს ან მიტევებს და ეუბნება რომ წადიდან ნუღარას ცოდა თქვენ ეს თქვით და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რომ შეიძლება ხშირად ცოდვის მიზეზი იყოს და მაცხოვარი რადგან ამას ხას უსვამს ესე იგი ამ შემთხვევაში ცოდვის მიზეზი იყო და ისე როგორც თქვენ მზიანი ცხოვრების გასაგონდა ჩვენ სასწავლებლად არის ნათქვამი რომ შეგი ცოდვამ შეიძლება გამოვიწვიოს ეს მიზეზები და ძალიან ხშირად შეიძლება დაგვაუწყდეს ხოლმე რომ რაღაცა მოგვეტევება რაღაცისგან გადავრჩებით რაღაცა ვთხოვთ ღმერთს მაგრამ მე ვავიწყდება ეს მომენტები სახარებიდან რომ უნდა განმაგრძოთ შეძლებების დაგვარად წმინდა ცხოვრება, რომ უნდა ვიფიქროთ რა შედეგი შეიძლება იყოს ჩვენი განსაცდელიან ჯვარიან რაღაც ტრაგედია, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც გადაივლის ხოლმე თითქოს ისეთი მშვიდებით, მოვეშვებით და გვავიწყდება, რომ შეიძლება უარესი დაგვემართოს. დიახ, ამ ეს ხდება ხოლმე მაგალითად აი ყველას ჯვარი წერია, როდესაც კვეთებულის განკურნება ხდება ხოლმე, მან უნდა დაიწყოს აუცილებლად ეკლესიური ცხოვრება, იმიტომ რომ შეიძლება მე ისევ უარეს ფორმირებას შევავდეს. იგივე შეიძლება ითქვას, ხშირად მოყავთ ხოლმე ეს მაგალითი რა თქვენ სახსენეთ და რაღაც კარგი დეტალი არის, რომ ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითად აი სახარებისეული მაგალითი, როდესაც მიყავთ მრუში დედაკაცთან ცხოვრთან და ქრისტე ბოლოს მას როცა მარტო რჩება, ეუბნება წადიდან უღარ ცოდა. ესე იგი ის ცოდვილი იყო, შჯულით ჩაქოლვის ღირსი იყო, მაგრამ ქრისტემ მოწყალება გამოიჩინა მასზე და მოყავთ მაგალითი, როგორც აი ქრისტე როგორ მოსიყვარულო, ჩვენც ესეთი მოსიყვარულები უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა ეს ასე არის. ჩვენ არ გვაქვს ვინც ქრისტეს სიტყვები ჩვენზე არის, რომ ვინც უცოდველი იმენესოლის პირველი ქვა, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე ნაწილს რატომღაც ტოვებენ ხოლმე. როდესაც შემოშვა წადიდან უღარას ცოდავთ. ამ ქალში ფაქტურად ძალიან დიდი მოვლენა ხდება, მან იცის რომ ჩასაქოლად მიყავთ, მან ის ფაქტურად მზად არის სიკვდილისთვის, რამდენი რაღაცა ხდებოდა ალბათ მის გულში სინანული, რთული საკითხები და რამდენად დიდი სიხარული გამოიწვია, რომ შეიწყალა ქრისტემ ეს ქრისტემის გულს ხედავს და შემდეგ ეს სიტყვები რომ ქრისტემ იცის რომ მას შეუძლია რომ აღარ ცოდოს. ანუ ფაქტურად მისი გამოსწორება მოხდა. ცოდვის მიტევება მოხდა და წადიდან უღარასოდა. ამ სიტყვას არ ვიხსენებთ ხოლმე რომ კი, რა თქმა უნდა ვიყოთ მოსიყვარულები და ჩვენ არა გვაქვს უფლება საჯული არის ქრისტე და არა ჩვენ და საჯული ღმერთი არის, მაგრამ უცოდველობისკენ და ცოდვის მონანიებისკენ იგივე სახარება მოგვიწოდეს, ამიტომ ცოდვისგან თავი რა თქმა უნდა არ სადარწმუნებთ ჩვენ წმინდა წერილს, სადაც მაცხოვრინის მიუტევს ემპათიებს და ეუბნება რომ ცოდვა დაშვებულია და გააგრძელა ესე ცხოვრება. ესეთი რამ არ შეთარგდება. ეს როგორი ხდება ხოლმე манипуляცია ინტერპრეტირება, რომ აი ქრისტე პატიებს, მაგრამ იქ ეუბნება რომ აღარ ცოდვა, ანუ ცოდვას არ აკანონებს, არ ეუბნება რომ შენ შეგიძლია განაგრძო როგორც ცხოვრობდი და ამიტომ პატიობ და რაც გინდა გააკეთე, ეს შემთხვევა არსად არ არის. დიახ, ამ შემთხვევაში აი მიტევების დროსაც ფაქტურად ამ ადამიანშიც ხდება ის, რომ ის ამ ცოდვას შორდება. ანუ ესეც ნიშნავს სინანულის გზას ადგება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი მაცხოვარი ხედავს პოტენციალს მათში ამისას, რომ ისინი შეძლებენ წმინდა ცხოვრებას. ასევე არავინ იცის თუ როგორ მოიქცევა კონკრეტულად იმ სიტუაციაში, როგორც ჩავარდება თვითონ ხო თავისთავად და განკითხვა ყოველთვის უფრო მარტივია ხოლმე, ხო, თავისთავად და საკუთარ თავს როდესაც ნახავ ამ სიტუაციაში, შენ როგორ მოიქცევი, შეიძლება უორესადაც მოიქცე, არ არის გამორიცხული. და თან კიდევ საზოგადოებას გვჩვევია ხოლმე ასეთი რაღაც, როდესაც ადამიანის შესახებ ვიცით რაღაც გარკვეული ჩადენილი ცოდვა, მე თითქოს მთელი ცხოვრება, თუნდაც ტაძარში რო ხედავდეთ, აი ამას რაღა უნდა ტაძარში და ასე შემდეგ, ესეთი უხეში წარმოდგენები არის ხოლმე და ამ დროს არავინ იცის რეალურად მას როგორი განცდები აქვს, როგორი სინანული აქვს, ეს მხოლოდ უფალმა იცის, ვინაიდან ჩვენ ხედავთ ადამიანის სახეს და უფალი კიდევ ჩვენს. სხვათა შორის აი თქვენ რაც ახსენეთ, მაგალითად პირველ საუკუნეებში იყო საჯარო ახსარების წესი ახსენებათ და ხმამაღლა ამბობდნენ ხოლმე ახსარებას მთელი მრევლის სამრევლოს ეკლესიის წინაშე. ეს მე ერთ-ერთი მიზეზი რომ ეს გადავიდა პრაქტიკიდან, აი სწორედ ეს იყო რომ თუ კი არის ადამიანებში, ანუ საკრიოს ქრისტიანებში ისეთი სიყვარული ჩვენ მის ცოდვებს მოვისმენთ და მასზე წარმოდგენა არ შეგვეცვლება და ისევ იგივენაირად გვეყარება და მომავალში არ განვიკითხავთ, რომ ეს ესეთია და ეს ცოდვები წარსულში ჩადენილი, მაშინ ეს წესი დარჩებოდა, მაგრამ უკვე მაშინ ესე იგი მე-4 საუკუნეშიც კი არ ქონდათ იმდენი სიყვარული და ამიტომ ეკლესია იგივე იყო ხოლმე მაგალითად სამღვდელო კადრზე მის კურთხევაზე, ხო, ეს მაგალითად აქციოსებს საჯაროობა. იმიტომ წერია მაგალითად საეკლესიო სამართალში რომ გარეშეთა შორის კარგი სახელი ჰქონდესო. იმიტომ კი არა რომ ღვთის წინაშე შეიძლება მოტივებულიც ჰქონდეს და არის ამის მაგალითად გამონაკლისებიც რომ სამღვდელო ხარისხის წავიდა, რომელსაც
წინარე ცხოვრებაში ძიმეცოდები ქონა, მაგრამ ჟული კანონით მაინც მიუთითებს, რომ აი ძიმეცოდებში მყოფს თავი შეიკავეთ სამღვდელო კურთხევისას. რადგან ხალხში არ არის ეს სიყვარული, მათ დაიტიონ, რომ აი ამას წარსულში ეცოდათ და როგორ შეიძლება ეს მოძღვარი გახდეს მომავალში და ამიტომ ეს წესიც გადავიდა პრაქტიკიდან. მამა გიორგის საუბრისთვის, განმარტებისთვის შეგახსენებ დიდუბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე გვესაუბრებოდა და განმარტებდა სახარებას. ჩვენ გადაცემა გრძელდება, ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად, მანამდე კი ერთად აღვანოთ უფლისადებელი ლოცვა. იდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვაგრძელებთ საუბარს ძალიან საინტერესო თემაზე, კონკრეტულად დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ეძღვნება დიდ გამორჩეულ ქართველ კომპოზიტორსა და ხელოვნების დამსახურებელ მოღვაწეს იოსებ კეჭაყმაძეს. ფილმის ტელეპრემიერა აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ეთერში შედგება ხვალ შაბათს 21 საათსა და 5-ზე, მანამდე კი ჩვენ გვაქვს ბედნიერება და საშუალება, რომ სტუმრებთან ერთად შევეხოთ ამ ფილმს და უფრო მეტი გაიგოთ, სანამ ცხადია ფილმს ნახავთ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, რეჟისორი ფილმისა გვანცა მეფარიშვილი და მუსიკოლოგი, ისტორიკოსი მანანა ახმეტელი. დილომშვიდობისა, მადლობა სტუმრობისთვის, ქალბატონებო. ძალიან გვახარებს თქვენი სტუმრობა და გვახარებს თემა, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მართლაც გამორჩეულ ქართულ ხელოვანს კომპოზიტორზე, დიდ მუსიკოსზე უნდა ვისაუბროთ და მიხარია რომ ფილმის პრემიერა ჩვენს ეთერში შედგება და სანამ ფილმს ნახავს საზოგადოება, მანამდე გვინდა რომ რამდენიმე სიტყვით თქვა ფილმზე, ცხადია დეტალებს უფრო გვანცა გვეტყვით ფილმი რაზეა, როგორ არის ქალბატონო მანა, თქვენ მინდა კითხოთ ბატონი სოსო, გამორჩეული სრულიად წინვალე მუსიკოსი, აი მისი მოღვაწეობა, მისი საქმე, მე ესეც დაბეჭდილება მრჩება რომ ხათია მუსიკოსები და პროფესიონალები იცნობთ კარგად, მაგრამ საზოგადოება კიდე ეხლა იმ ეტაპზე ვართ რომ უნდა გავიცნოთ ბოლომდე და მგონი არა მარტო ქართველებმა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, აი რა ფენომენი იყო, რა მოვლენა იყო, რა გამორჩეული მას ხელწერა ახასიათებდა, რითიც არის ეს გამორჩეული იყო, როგორც პიროვნება, როგორც კომპოზიტორი იყო, დიდი ნოვატორი, რომელმაც საერთოდ შეცვალა საკვირდო აზროვნება და მოდერნიზაციის გზაზე დააყენა საკვირდო ხელოვნება და სიცოცხლეშივე აღიარებული იყო ნოვატორად და საერთოდ უბწიკლო პიროვნება იყო. მე მქონდა ბედნიერება 10 წლების მანძილზე ჩვენ ვიყავთ განუყრელი მეგობრები და ამიტომ სადიახ ნამდვილად ასე იყო, ნამდვილად აი ისეთ მე ასოსოს აი თელი ცხოვრება ჩემ თვალწინ ჩაიარა, ერთი ხარვეზი არ შემინიშნავს. ზნეობრივი თვალსაზრისით ხო, აი ბისაბაძე ადამიანი იყო და ზნეობრივ გაკვეთილებს იღებდა ილიასგან, იაკობ გოგებაშვილისგან, ექვთიმე თაყაიშვილისგან, ეს იყო მისი ასე ვთქვათ კერპები და აი ამ ზნეობრივ მაღალ კატეგორიას ზნეობრივი ცხოვრების არსად არ უვალატია თავისთვის. ხო, შესანიშნავი სარკეა ხელოვანის მისი ნამუშევრები, მისი ქმნილებები და შეუძლებელია როცა ისმენ ბატონი იოსების მუსიკას, არ მოხდი როგორი სულის პიროვნება. დიახ ბატონო, სული მაღალი ზნეობის ძალიან უაღრესად გრძნობიარე და დარდიანი ადამიანი იყო საერთოდ. ადამიანი, რომელიც აი მთელი თავისი არსებით ჩართული იყო აი გამუდმებით შემოქმედებითი შთაგონების პროცესში. ეს მომერთვა ასეთი დიდი ნიჭი დაანათლა, რომ არავითარი კრიზისი, არავითარი ექსპერიმენტები, არავითარი ძიებები აი პირდაპირ აი სულ ასე ვთქვათ იმყოფებოდა ზედიზედ ქმნიდა შედევრებს. ის როგორ მოახერხა ბატონმა იოსებმა რომ ეს ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა ესე შეერწყა ერთმანეთს?
ღვთის წყალობით მე არ ვიცი როგორ ასე გამოჩნდა შემოქმედებით პირველივე ნაწარმოებებში გამოჩნდა რომ აი ასე ქართული ეროვნული ფესვები და ხალხური შემოქმედებიდან მიაღწია ასე ვთქვათ იმ დროიდან ავანგარდიზმი და ეს ყველაფერი იყო ძალიან ბუნებრივი, ძალიან ჰარმონიული, ძალიან და ზეშთაგონებით შექმნილი. არავითარი არ სადა ფორმალობის და რაღაცა შეფრთხოვითობის ერთი არსად არ იგრძნობა აი ეს იმდენად მონოლითურია ყველაფერი მის შემოქმედებაში და ჰარმონიული. აქვე არ შეიძლება არ აღნიშნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენ ამ დღეებში ამ პერიოდში ყოველას ის დიდგევილი გვაერთიანეს პატრიარქ გარდაცვალების. ბატონი სოსო იყო ძალიან ერთგული მსახური და როცა უწმინდესმა დაისახა მიზნად რომ შექმნილი იყო საგალობლები აღდგენილიყო გვერდში ედგა და პირველი საგალობელი შექმნის კი პატრიარქმა მიმართა ეს იყო სოსო და ეს ამაგალითო ურთიერთობა იყო და სოსოსთვის ეს იყო დიდი პატივი და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული თაყვანისცემით ესენებდა ხოლმე პატრიარქს და ეს იყო პერიოდი როცა საგალობლების საერთოდ არ ხდებოდა ქართულ ეკლესიაში არის მოდა რუსული გალობა იყო ხოლმე ძირითადად და ფაქტიურად აი ერთობლივად პატრიარქმა და სოსომ რაღაცნაირად შეცვალეს ეს რიტუალი გალობის საქართველოში. გვანცა ცხადია ძალიან რთულია ერთ ფილმში ჩაატიო ნებისმიერი დიდი ადამიანის და მეტად ესტიხელოვანის ბიოგრაფია, ცხოვრება, ფრაგმენტები. აი დაახლოებით რაზეა ფილმი, რაზე გაკეთდა აქცენტი? ეხლა თქვენ ისაუბრეთ საგალობლებზე და ზუსტად ასე კანონზომიერად მოვყევით ფილმშიც თავებად ბატონი სოსოს დამსახურება და ღვაწლი სხვადასხვა მიმართულებით. მოვყევით ბიოგრაფია, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც ქალბატონმა მანანამ თქვა, არ იყო საჯარო პიროვნება და მის შესახებ თვითონვე არ უყვარდა ეს, ხო? არ უყვარდა და არ გამოდიოდა დიდ კონცერტებსაც ძალიან იშვიათად ესწრებოდა, როგორც ამბობენ, ხო, მისი მეგობრები და კოლეგები. იცით როგორ იყო, აი ეს ხალიდელი პრემიერა ისტორიული იქნება, იმიტომ რომ მაყურებელი პირველად დაინახავს როგორ სოსო კაჭაბაძეს ეკრანზე. მისთვის ეს ინტერვიუს მიცემა საჯაროდ გამოჩენდა, აი კონცერტებზე როდესაც ყოველთვის დიდი წარმატებით სრულდებოდა, არასოდეს არ გამოსულა ესტრადაზე. ზოგჯერ არც ესწრებოდა, იმიტომ ისეთი გაცდა იყო მისთვის და საკუთარ დაწარმოების მოსმენა, რომ ან გადაიბალებოდა სადმე იარუსზე, რომ არ გამოჩენილიყო, ან არ დაესწრებოდა. და მით უმეტეს ახლა აი დიდი მადლობა ქალბატონ მზია ჯაფარიძეს შემკოლეგას, რომელმაც არ ვიცი როგორ მიაღწია და ძალისხმევით მიაღწია. აი ამ მასალას რომელსაც ახლა ხედავს ჩვენი მაყურებელი ეს ქალბატონმა მზია ჯაფარიძემ ბევრი წლის წინ მოიპოვა და გარდა იმ მასალისა რომელიც ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენმა ჯგუფმა და მოვიპოვეთ იმ ინტერვიუების სახით ბატონი სოსოს კოლეგებისგან აი ეს მასალაც შევიდა ამ ფილმში რომელიც მე ვთვლი რომ არის ფასდაუდებელი და როგორი ძვირფასია ის ამ ფილმისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენს ტელევიზიას რომ ამ ფორმატს დაუთმო თავისი ადგილი ეს არის საათნახევრიანი თხრობა იოსებ კეჭაყმაძეზე ძალიან მუსიკალურია თვითონ ფილმი იმიტომ რომ მისი ნაწარმოებებით არის გაფორმებული რა თქმა უნდა კომპოზიტორი რომელსაც ეკუთვნის 1500-მდე ნამუშევარი წარმოუდგენელი იქნებოდა რომ სხვანაირად წარმოგვეჩინა ამ ფილმში. თქვენც არის აქ ისეთი დეტალები, თქვათ, რაც შეიძლება მაყურებელმა მსმენელმა არ იცოდეს. რა თქმა უნდა, აი თავიდანვე ასე დავიწყეთ. თავებად საერთოდ თავებად დავყევით ბიოგრაფია, საგალობლების ისტორია ვისაუბრეთ თქვენ წეგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი კონსერვატორიაში მოღვაწეობის პერიოდი, რომელიც 27 წელს მოიცავდა, მაგრამ ძალიან ცუდად დასრულდა და ამ დეტალების შესახებაც იქნება მოთხრობილი ფილმში. ქალბატონ მანანას ვუყურებ ახლა და არ შემიძლია რომ ჩემი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა არ გამოვხატო თქვენ მიმართ, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო ქალბატონი მანანას იდეა, რომ მოდით გავაკეთოთ ფილმი იოსებ კეჭაყმაძის შესახებ, შესაძლოა რომ ამ ფილმს კიდევ დიდხანს არ ენახა დღეში. შორის სადა ფილმი გაკეთდებოდა, სოსო საიუბილეო თარიღი იყო. და განსაკ შვედიერი კონცერტი დადგა და ის მასალა შესანიშნავად აითვისა საერთოდ ჩვენ ერთად გვიმუშავე არაერთხელ მე და განსავ და ვიცი როგორ გაითავისებს ხოლმე საერთოდ მეც ვიცი განსას ეს ნიჭი დიდი მადლობა აი ქალბატონი მანანას რო დაუბრუნდე ისევ ჩვენ ვიმუშავეთ ერთად სანდრო ახმეტელის შესახებ ფილმზე შემდეგ გიორგი ჩუბინიშვილზე და ჩვენ ერთად გავიდით ოთახში რა თქმა უნდა გვაქვს პატივი მადლობა ყოველთვის უშვებთ ამ ფილმებს და აი ქალბატონო მანანამ მითხრა
რომ მე შენთან ერთად ჩემი ცხოვრების ორი დიდი ვალი მომიხადე, რომ ორ ჩემ დიდ პაპაზე გავაკეთებინო და დამრჩა მესამე. ფილმი სოსოზე და აი ასე შეიქმნა ეს ფილმი. ვითანამშრომლეთ ოჯახთან. მე მეთქი რომ ბევრია კი დარჩენილი და ბევრს ვითანამშრომლეთ ფილმებს. იბედია. ოჯახს მადლობა ხდება идеები, იმიტომ რომ არ ელევა. ოჯახიდან რა თქმა უნდა ეს არქივო მასალებიც მოიპოვეთ. ოჯახიდან მოიპოვეთ ძალიან საინტერესო ფოტომასალა და ფილმში მონაწილეობენ სახელმწიფო სფეროს 8 წელმოსილი წარმომადგენლები, ქალბატონი მანანა კორძაია, რომელიც აღარ არის ცოცხალი სამწუხაროდ, ალბათ ჩვენ გვაქვს მისი ბოლო ინტერვიუ ფილმში, ბატონი რევასტაკიძე, მისი მეგობარი ელისო ვირსალაძე, გივი მუნჯიშვილი, ქალბატონი ზაირა ვადაჭკორია, არ მინდა რომ გამომფრინდეს ვინმე, ხვალ შაბათის ეთერში იხილავს ყველას. საერთოდ აი სოსოს გარდა იმისა, რომ ასეთი მორიდებული იყო და თავის გამოჩენა და ასე ვთქვათ პოპულარიზაციას არასოდეს არ ებდა, ისე წავიდა ცხოვრებიდან, რომ მისი ნაწარმოებები არ გამოქვეყნებულა. ისიც ხელნაწერების სახით არსებობდა, ვრცელდებოდა და სრულდებოდა. ესეც რაღაცა მის ბუნებაზე მეტყველებს. განძი შექმნა, იცით როგორია, ფასდაუდებელი და საზღვარგარეთიდან მოითხოვე ხოლმე და არსებობს დოტები და მადლობა ღმერთს, აი ამ საქმეს, ასე ვთქვათ, ხელი მოჰკიდა ბატონი სოსოს ქალიშვილმა, მუსიკოსმა პროფესიით, კატო კეჭაყმაძემ, თავი მოუყარა, ასე ვთქვათ, მის უზარმაზარ შემოქმედებას და ფონდმა, საქველმოქმედო ფონდმა ქართული გალობა, ქალბატონი გუნიას ხელმძღვანელობით აიღო თავის თავზე აი ამ მრავალტომეულის გამოცემა. და ისიც შესრულებულია, მე მგონი, რაღაცა ალბათ 20% მისი შემოქმედების. აი ეს კითხვა უნდა დამისვამო, ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად ვისმენთ ბატონის სოსოს ნაწარმოებებს, სხვა კონკურსები იქნება, გუნდები იქნება, საგონო წინვალი სრულიად. მაგრამ ხო არ ჩება თქვენ განცთან, ხო არ არის ეს რომ ჯერ კიდე აღმოსაჩენია ბატონის სოსო როგორ დიდი კომპოზიტორი. იცით, ჩვენთვის აღმოჩენილია თქვენთვის კი მეგულის ხალხაზოგადოებისთვის. მუსიკოსებისთვის პირველივე დამიჯები და სოსო როგორც კი შესრულდა 70-იან წლებში. ეს იყო ძველი პარაფრაზები ძველი თბილისის თემაზე. აი ასე ვთქვათ, ეს იყო რაღაცა დიდი მოვლენა უკვე მუსიკალურ ცხოვრებაში. და იქ დამოყოლებული აი ამდიდრებს და ამდიდრებს. სხვათა შორის მოახდინა ამ ჟანრის აქტუალიზაცია. იმდენ გაჩნდა გუნდები, გამოიწია საერთოდ ეს სფერო, უამრავი მიმდევარი გაიჩინა, იმიტომ რომ სრულიად ახალ ესთეტიკას ჩაუდგარა საფუძველი. რა თქმა უნდა, მოდის ხალხური წყაროებიდან და ესეთ ცნობილი გურული მომღერლების ოჯახის წარმომადგენელია და ეს საუკუნოვანი ისე თქვა შემოქმედებითი გამოცდილება გენეტიკურ კოდში აქვს სოსოს, მაგრამ სოსო ასეთი ფართო ხედვის კომპოზიტორი იყო, მისთვის ქართული ხალხური შემოქმედება საერთოდ მთლიანობას წარმოადგენდა. ერთადერთად მიმზიდველი იყო როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პოლიფონიური აზროვნება და ფისა და ბარის კილოკავებსაც იცნობდა და ქალაქური ფოლკლორითაც იყო დაინტერესებული და რას ამავ დროს იყო დიდი მცოდნე ქართული პოეზიის. ქართული პოეზიის ანთოლოგია უდევს საფუძვლად მის შემოქმედებას. თითქმის არ გამოჩენილა ქართული პოეტების თაობა, რომელსაც სოსოს არ გამოეყევდები და შემოქმედებიდან. მე მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე ვახტი ჩვენს შესანიშნავ მუსიკოსებს უცხოეთში ძალიან ცნობილ კონცერტებზე, მაგრამ იტალიაში და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პუბლიკა ესწრებოდა და იქ გაჟღერებული ბატონის ნაწარმოებები, რაც სხვანაირად ჟღერდა იმ დიდ ტაძრებში და აი გაოგნებული მსმენელი. იცით რა მე ვთვლი რომ თუკი ჩვენ რამე გვაქვს ისევ სათქმელი მსოფლიოსთვის, ეს არის სოსო კეჭაყმაძის მუსიკალური ენით სასაუბრო სათქმელი და მე მიხარია რომ ეს მსოფლიოსელის ეს აღმოჩენა, აი რომ გამოქვეყნდება ახლა მალე დაიწყება პრეზენტაცია მისი ნაწარმოებების კრებულების, სანოტო კრებულების, დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება, იმიტომ რომ მართლაც საოცარი მოვლენა. ქალბატონო, ძალიან დიდი განძი დაგვიტოვა ბატონმა იოსებმა, როგორც ხელმძანეთ და ეს ნამდვილად ჭეშმარიტება. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც მუსიკოლოგი, ისტორიკოსი, რომელი ნაწარმოებები არის ის მარგალიტები, ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც მუსიკის მწვერვალზე ავიდა ბატონი სოსო და ქართული მუსიკის ისტორიაში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა. ციკლი მაგალითად ადა კალადაძის ლექსებზე
ილიას ლექსებზე გაკეთე შესაძლოა ბაბაოჩოდე რაღაც არაჩვეულებრივია. რომელი ერთი ჩამოგითვალა და ძალიან ძნელია რომელიმას გამოყოფა, იმიტომ რომ ყველა ისეთ სიმაღლეზეა, რომ რაც არ უნდა შესრულდეს, ყოველთვის დიდ გაცდას და დიდ გზნებარებას გზნობს მუსიკით. ჩემი ბოლო ისეთია, რა ქვია, საოცარი განსადაგში მახსოვს, გაზაფხულზე ამოდის, აი ბოლოს რო შეასრულა კიდე ბასინარა. რომელი? გაზაფხულზე გამოდის ამოდის. საოცრება, გაყავხარ. საერთოდ ყველა მუსიკა ისეთია, ამის გაყავხარ. ქუთაისური ულამაზესი, აი ულამაზესი. ხო, ქუთაისში მიდიერ დამთხევ. რომელი ერთი ეს რომ იყო? რომელი ერთი ისეთაც ჩამოყვა. ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ ყველას თავისი სახე აქვს. ის არ მეორდება არსად. უდიდრესი მასალა უდევს საფუძვლად და გამომგონებლობა, მახვილგონიერება, იუმორი, სული შემძველი ტრაგიზმი, გროტესკი, ყველაფერი ამ ჩაჩამ. გვანცა, მოდი შენთან შევაჯამოთ საუბარი. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ხვალ 21 საათსა და 5 წუთზე მაყურებელი ჩვენს ეთერში ნახავს ამ ფილმის პრემიერას და აი რეჟისორმა შეაჯამოს რა გინდა კიდევ რომ გითხრა. მე ვთვლი რომ ეს მასალა რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ახალ ჩანაწერებს გულისხმობ თავისთავად ინტერვიუებს ასევე ოჯახის წევრებთან, მის მეგობრებთან, ხელოვანებთან და ასე შემდეგ ეს არის ფასდაუდებელი, ძალიან ძვირფასი მასალა, იმიტომ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შენ ხვდები რომ საუბარია გენიოსზე და ადამიანზე, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა და მე მიხარია იწაღანაც მინდოდა მეთქვა რომ ეს ფილმი გავა თქვენს ეთერში და ასევე ითარგმნა ეს ფილმი ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკვე გვექნება საშუალება რომ ინტერნეტ სივრცეში გავავრცელოთ და განვათავსოთ უკვე საერთაშორისო ენაზე, სხვა შორის იტალიურადაც ვაპირებთ რომ იყოს ნათარგმნი. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვა, რომ გავაცნოთ ეს კომპოზიტორი კიდევ უფრო მეტად. საზოგადოება და მსოფლიოს, ესე იგი, მუსიკალურ და არა მარტო მუსიკალურ სამყაროს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა ამ საშუალებისთვის, რომ სწორედ ჩვენს არხზე შედგება ეს პრემიერა, სრულიად გამორჩეულ ხელოვნაზე კომპოზიტორზე. ჩვენ შევახსენოთ მსმენელებს, სტუმრები იყვნენ ჩვენი ფილმის რეჟისორი ვანცა მეფარიშვილი და მუსიკოლოგი ისტორიკოსი ანანა ახმეტელი საუბრობთ ფილმზე, რომელიც ბატონ სოსიკე ჯახმაძის ეცუნებოდა. კიდევ ერთხელ გეტყვით, ხვალ 21 საათსა და 5 წუთზე იქნებათ საშუალება ნახოთ ფილმის პრემიერა. ახლა დროა რომ ჩვენს ჩავერთი, იმიტომ რომ სოსო ძირფასი საჩუქარი გაუკეთა ჩვენ ქვეყანას, როცა შექმნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მართალია ფალიაშვილის მუსიკის საფუძველზე, მაგრამ ეს სრულიად არია გადააქცია ნამდვილ ჰიმნად და ეს ჰიმნიც მე მგონი ეს ღერს მშვენივრად განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილმი. განსაკუთრებით სხვა ჰიმნების ფონზე როცა გაიჟღერეს ხოლმე გამოადათებს რაღაცნაირად. მშვენივრად და დიდი თავგადასავლები გადახდა სოსოს ამაზე ფილმში მოვისმენთ. ჰიმნთან დაკავშირებით დიდი წინააღმდეგობები. მადლობა, წარვადგინოთ სიუჟეტი. წარვადგინოთ სიუჟეტი სიამოვნებით. ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია მოგვითხრობდა მისი უწმინდესობის იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მას მიუძღვის უძველესი ქართული ნაქარგობის აღდგენისა და განვითარების საქმეში. ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით კვლავ. ნახოთ ნამუშევარი, რომელიც პატრიარქისთვის მქონდა განკუთვნილი საჩუქრად. ძალიან დიდი სიყვარულით უყურებდა და მითხრა, რომ ჯერ იყოსო. ეს არის ღვთლის შესამოსელი, საბუხარი ეწოდება. მე-17 საუკუნის ორიგინალი სასლია. მე-17 საუკუნეში მოიქარგა ლელა საბუხარებად არის წოდებული და მისი ასლი გავაკეთე და ესეთი ძვირფასი გამოვიდა. იმდენად დიდ სიყვარულს გვინერგავდა ჩვენივე პედაგოგი, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა ისეთი ნამუშევარი, რომ ღირსი ყოფილიყო გამოგვეფინა პატრიარქისთვის.
ნაქარგობის ოსტატობა, რომელიც 2 საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 80-იან წლებში აღდგა. მას შემდეგ უკვე მე-40 წელია ქართული ხალხური რეწვის ოსტატები ერთგულად ემსახურებიან ეროვნულ საქმეს და ნაქარგობის მრავალფეროვან ნიმუშებს ქმნიან. ქართული ხალხური რეწვის ოსტატების დარიკო ჩიხლაძისა და ლიანა ანიაშვილის ნამუშევრები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ფართო დამთვალიერებლისთვის გამოიფინა. დაახლოებით 15 წლის წინ შევისწავლე ეს დარგი და ჩემი პედაგოგი ეთერ უროტაძე, რომელიც ვახსენე, გარდაცვლილია და მასაც უძღვნით ამ გამოფენას. მართლა ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ქართული საეკლესიო ნაქარგობის აღორძინებაში. ჩვენ გვასწავლა მან ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, როგორც დარგი ისე გვასწავლა ის, რომ გამოგვეფინა, გვესაუბრა ისტორიაზე, დაინტერესებულიყვნენ მნახველები, ვიზიტორები, აგვეხსნა ყველასთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ნაქარგობა. მე პირადად 2014 წელს მქონდა ბედნიერება, როდესაც პატრიარქს პირველად შევხვდი, ესეც გამოფენას უკავშირდება. ჩემი პედაგოგი, როგორც ვახსენე, ეთერ უროტაძე, ძალიან აქტიური ქალბატონი იყო ამ კუთხით, რომ ძალიან ხშირად აწყობდა გამოფენებს. და 25 დეკემბერი იყო ჩვენთვის ძალიან მასშტაბური შეკრება, როდესაც ყველა ხელოვანი, ყველა დამწყები თუ ჩამოყალიბებული უკვე ხელოვანი, რომელთაც სერიოზული ნამუშევრები ჰქონდა, ვიკრიბებოდით სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრის საგამოფენო სივრცეში და პატრიარქის საპატივცემულოდ გამოფენდით ნამუშევრებს. ამაში იყო ჩართული ელისოარაბული ამოქარგული ისტორია, ასე ეწოდება ექსპოზიციას და ავტორებმა ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო ნაქარგობის ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები. ეს არის ძალიან ძველი ტექნიკა, კალათურა ეწოდება, აი ნახეთ საოცრება. თქვენ რასაც უყურებთ ძველ დროში, დაახლოებით შუა საუკუნეებში, რასაც ოქროს ფერს ახლა ხედავთ, მაშინ ნამდვილი ოქროთი და ვერცხლის ძაფით იქარგებოდა. დღეს სამწუხაროდ ეს მასალა არ გვაქვს, მაგრამ არის იმიტირებული მასალა, რომელიც ძალიან კარგად აღიქმება, რომ არის ოქრო. ავტორები პერსონალური ნამუშევრების შექმნასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან და თავიანთ ცოდნას მომავალ თაობებს უზიარებენ. ნაქარგობის სახელოვნებო დარგში ილია მეორის ღვაწლის დაფასება და ამ ოსტატობის თაობებისათვის გადაცემა. სწორედ ეს წარმოადგენს ავტორების მთავარ მიზანს. გამოფენის ხელმძღვანელი ბატონი გოჩა ბალავაძე, რომელსაც დიდ მადლობას გადაუხდი. ჩემი მიმართულება გახლავთ ჯვრული ნაქარგობა, რაც ამ დარბაზში არის წარმოდგენილი, ყველაფერი არის ჩემი ხელით შექმნილი, მაგრამ უწმინდესის კურთხევით. ხევსურული ნაქარგობა შევისწავლე და შევუერთდი 1999 წლიდან. სამრევლო სკოლაში ვისწავლე ქალბატონი ელისო არაბულთან. იმის მერე მივყვები და ვქარგა ყველა ნივთს თითქმის თუ რამე შეიძლება რომ ამოიქარგოს. ჩემი პირველი გამოფენა, რომელიც 2004 წლებში დაახლოებით გაიმართა, ეუფიანანია ხელმძღვანელობდა იმ კათედრაზე, იქ იყო ღონისძიება. ამ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი ჩემი ნამუშევრები და ერთ-ერთი იყო მათ შორის აი ეს ფარდაგი, რომელიც ნახა უწმინდესმა, მობრძანდა იმ ღონისძიებაზე და ძალიან მოეწონა და სულ ასე ეფერებოდა. ანუ ეს არის უწმინდესის ხელის ნაფერები და იმ წუთიდან დამილოცა მარჯვენა და მართლაც დღე და ღამე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიღლები აი ამ ნამუშევრების შექმნაში და
ამ ფერთა შეხამებაში ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება, როდესაც ვხედავ, რომ ქსოვილზე იხატება, იქარგება ჩვენი ქართული ორნამენტი. კიდევ შემიძლია გავიხსენო ჩვენი უწმინდესი, როდესაც 2005 წელს იყო გამოფენა საპატრიარქოში მოვაწყვეთ, ამ სამრევლო სკოლის მოსწავლეების გამოფენა იყო. მოვაწყვეთ იქ და პირველი ნამუშევრები რაც იყო, ჩემს შვილიშვილებს მოუქარგე სამოსელი გოგოსაც და ბიჭსაც, ბიჭს ხევსურული პერანგი და გოგონას აი ეს სამოსელი თუ აჩვენებთ. და ასეთი შემოსილები დადიოდნენ იქ საპატრიარქოში გამოფენაზე და სულ ყველა ეფერებოდნენ და აბრეშუმის თემაც უწმინდესმა აკურთხა, რა თქმა უნდა. ჩვენ მქონდა ძალიან დიდი წარმოებები ადრე, მაგრამ ეხლა რადგან აღარ იყო მოისპო ეს აბრეშუმის წარმოება ჩვენთან, გვაკურთხა უწმინდესმა, რომ უნდა აღორძინებულიყო აბრეშუმი. მას სათავეში ჩაუდგა ბატონი კახა ვარდუკაძე, რომლისგანაც მე თვითონ წამოვიღეყვან ეს ჭიები და აი აქ რა აბრეშუმსაც ხედავთ პარკებს, ეს ჩემი მოყვანილი პარკებია. შემდეგ ვაკეთებ მატყლს ამ აბრეშუმის ქულებს, შემდეგ კეთდება ეს ქაღალდები და ქაღალდებზე იხატება. აბა ახლა აი ამ საქმიანობას, რაც ესე ჩემი უსაყვარლესი უქროსხელება ქალბატონები ეწევიან და რომელთა ნამუშევრებიც აქ არის წარმოდგენილი, ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გარკვეულად სულის ჩამდგმელი სწორედ ჩვენი პატრიარქია. მისი ხელი ეხებოდა ძალიან ბევრ რამეს, თქვენ კარგად მოგესწრებათ, ეს არის საგალობელი, ეს არის ხაწერა, ბევრი რაღაც და რა თქმა უნდა, მის ძალიან ისეთ გამჭრიახ თვალსა და გონებას არ გამორჩა არც ხელსაქმე და კონკრეტულად ოქრომ კედით ქარგვა. ანუ ეგრეთ წოდებული ნამაგრეცი თვითქარგვა. შალვა ვირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული უძველესი ნაქარგვება 12-19 საუკუნეებს მოიცავს. ეს გზა გაიარდა, ბრწყინვალედ გაიარა ქართულმა ნაქარგვებამ და სამწუხაროდ 19 საუკუნეში ფაქტობრივად შეწყვიტა საქართველოში დამოუკიდებლად აი ამ ქარგვის ამ მიმართულებამ არსებობა. და ამისი, ასე ვთქვათ, აღორძინება უკვე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ მოხდა. ამას ერთ-ერთი ძალიან ჩვეულებრივი, ბანალური, ასე ვთქვათ, სიტუაცია უკავშირდება. ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი იერუსალიმში მიბრძანდებოდა, ეს მე დედა თამარისგან გადმოცემით ვიცი, მისი მონაყოლია უშუალოდ. და როდესაც კვიპროსზე თვითონაც რაღაც გადარზომა მოუწია, იქ დაპატიჟეს კვიპროსში, მუზეუმში და ერთ-ერთ ვიტრინასთან როდესაც მიიყვანეს, წარუდგინეს ნაქარგობის ნიმუში, რომელსაც ჰქონდა წარწერა ქართულად, ბერძნულად, ინგლისურად, სომხური ნაქარგობის ნიმუში. მე ახლა ძალიან დიდ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, სომხურ ხელოვნებას და ამ ხალხს, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად, როდესაც პატრიარქმა ნახა, არ იყო სომხური ნაქარგობის ნიმუში, მასზე წარმოდგენილი იყო ჩვეულებრივი დატირების სცენა, რომელიც ქართულ გარდამოხსნებზე არის ხოლმე გამოსახული. ზედ იყო გაკეთებული ასომთავრულით, ანუ ბრგლოვანი შესრულებული საფტიტორო და კანონიკური წარწერა, როდესაც წაუკითხა ეს წარწერა, პატრიარქმა უთხრა, რომ ეს არის გარდამოხსნა და არა, თქვა სომხური ნაქარგობის ნიმუში. ნუ ჩემი პატივისცემითო, ესე იგი შეიცვალა და სხვათა შორის მე მქონდა ბედნიერება, როდესაც ვიყავი მუზეუმში, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ამბიდან ნახე ეს გარდამოხსნა იქ მართლა არის ექსპოზიციაში, როგორც ქართული ნაქარგობის ნიმუში. აი ამის შემდგომ, როცა დაბრუნდა საქართველოში, მაშინ სიონის მრევლი იყო ქალბატონი ეთერ უროტაძე, შემდგომში ერისქალობაში ეთერ უროტაძე და მონაზნობაში დედა თამარი, რომელსაც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმიანობის აღორძინებაში. და ქალბატონი ნანა ხატისკაცი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ ჯგუფს პატრიარქის დავალებით, რომ მათ შეესწავლათ ნამაგრისი თვითქარგვის ტექნიკა და აეღორძინებინათ ნაქარგობაში ეს მიმართულება. მართლაც დედა თამარი ჯირისენიანა ქალბატონ ანა ღამბაშიძესთან გადიან რაღაც კურსს სწავლისა, მერე მობრძანდნენ ჩვენთან მე მაშინ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი ვიყავი. და როდესაც მოვიდნენ, იქ ჩვენთან ორი ქალბატონი რესტავრატორი, ჩვენ ქონდა ესეთი ნაქარგვის და ქსოვილების
სარესტავრაციო სახელოსნო. და იქ მუშაობდნენ ქალბატონი ეკატერინა ჯანშიაშვილი და ნინა სვანიძე. და ანასტასია ჯანდიერიც თავის დროზე ასევე რესტავრატორი, უბრალოდ იმ დროს არ მსახურობდა სამწუხაროდ ჩვენთან და სწორედ ამ ორი ქალბატონისაგან ამ ჯგუფმა, რომელიც მოვიდა მაშინ მუზეუმში, 2 წლის მანძილზე თითქმის ყველა ხერხი, ძალიან რთული ასე ვთქვათ, ხერხის სახეობები მამაგრისისთვის და შეისწავლეს და დაიწყეს მუშაობა. 94 და 95 წელში ჯერ აკადემიაში, საპატრიარქოში იხსნება სახელოსნოები, იხსნება ცენტრები ქარგვისა, სპეციალური მეუფეთა კურთხევითა და პატრიარქის სურვილით, რა თქმა უნდა, და აი აქ იქარგება უკვე ჯერ პირველად მოიქარგა მეტეხში, მეტეხის დაფარნები, მეტეხის ადრესის შესაწირი დაფარნები. მოიქარგა გარდამოხსნა, მოიქარგა მამა მიქაელ ბოტკოველის სამოსი და უკვე 2010-12 წლებში, აი ამაზე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, მოიქარგა არაჩვეულებრივი სრული შესამოსელი ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქისთვის, რომელიც არის მთლიანად მარგალიტით გაწყობილი. ეს სამოსი არის პირი იმ სამოსი, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული, ხელოვნების მუზეუმში, მარგალიტით არის მთლიანად გაწყობილი კომპოზიციები და რა თქმა უნდა, გადავეცეთ პატრიარქი ძალიან გახარებული იყო და საერთოდ ერთი ის ძალიან ცივი თვისება ქონდა, რომ როდესაც თქვათ პირველად 2006 წელს ჩვენება რომ მოვაწყეთ პატრიარქთან იქ საპატრიარქოს სამოსისა, აი ვერ წარმოიდგინეთ პატარა ბავშვით უხარო და უბწყინავდა სიხარულისაგან თვალები და როდესაც ნახა ის ნაქარგობის ნიმუშები, რომლებიც შესრულდა ამ წლების მანძილზე, ამი ძალიან გაიხარა. ისე იგი მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 2003 წელს პირველად დაიკიდა მოქარგული კრეცაბელი სიონის დაძის აღსავლის კარზე. ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ გარაჩვეულებრივი კომპოზიცია არის მოქარგული, რომელიც 3 წელი იქარგებოდა 2001-2003 წლებში. ისე რომ აი ამ საქმეში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს. ექსპოზიცია, რომელმაც დამთვალიერებელს ნაქარგობის ისტორიის აღდგენის საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უდიდეს ღვაწლსა და ამოსტატობის შენარჩუნების ურთულეს გზაზე უამბო, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მადლობა ამ სიუჟეტისთვის ნინოს და სიუჟეტში თხრობელ ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ნამდვილად ბრწყინვალე გამოფენა და მადლობა ჩვენს მაყურებელს იმისთვის რომ გვიყურეს და გვისმინეს. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.